წყლის ყიდვისას უნდა დავაკვირდეთ ბოთლზე არსებულ წარწერას. აწერია classic, medium თუ შთილ. თუ წერია classic, ესე იგი ეს არის გაზიანი წყალი გაზის მაღალი შემცველობით. Wasser mit viel Kohlensäure. Das Wasser, წყალი. Viel, ბევრი. Kohlensäure, ნახშირმჟავა. ნახშირმჟავა გამოიყენება გაზიან სასმელებში გაზის აღსანიშნავად, რადგან სწორედ ნახშირმჟავას საშუალებით ხდება გაზიანი სასმელებისთვის დამახასიათებელი ბუშტუკების წარმოქმნა და ასევე გაზიან სასმელებს სცენს განსაკუთრებულ გემოს. რაც უფრო მეტია ნახშირმჟავას შემცველობა, მით უფრო მაღალია აღნიშნული სასმელის გაზიანობა. და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ნახშირმჟავას შემცველობა, მით უფრო დაბალია გაზიანობა. Wasser mit viel Kohlensäure. გაზიანი წყალი მაღალი გაზიანობით. თუ წერია medium, ეს ნიშნავს, რომ წყალი არის შედარებით ნაკლებ გაზიანი. Wasser mit etwas weniger Kohlensäure. Wenig ცოტა. Etwas weniger შედარებით ცოტა, შედარებით ნაკლები. Mit etwas weniger Kohlensäure შედარებით ცოტა ნახშირმჟავით, ანუ შედარებით დაბალი გაზიანობით. თუ მოგწონთ ვიდეო გაკვეთილები, გამოიწერეთ subscribe YouTube არხი ისწავლე გერმანული შენით Deutsch selbst lernen, რომ არ გამოგჩეთ მომდევნო გაკვეთილები. თუ წერია შთილ, ეს ნიშნავს, რომ წყალი არ არის გაზიანი. Wasser mit nahezu keiner Kohlensäure. Nahezu თითქმის დაახლოებით. Keine Kohlensäure არავითარი ნახშირმჟავა. Mit nahezu keiner Kohlensäure. უმნიშვნელოდ გაზიანი. თითქმის გაზის გარეშე. რადგან ნებისმიერ წყლის ბოთლში არის გაზის გარკვეული შემცველობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც შთილ აწერია, იმდენად მცირე რაოდენობით არის გაზიანობა, რომ ვამბობთ გაზის გარეშე, მაგრამ რეალურად ძალიან მცირე რაოდენობით მაინც შეიცავს. Wörter, სიტყვები. Das Wasser, die Wasser, წყალი. Viel, ბევრი. Die Kohlensäure, ნახშირმჟავა. Etwas weniger, შედარებით ნაკლები. Nahezu, თითქმის დაახლოებით.